როგორ გავუმკლავდეთ სტრესს? ფსიქიკის სტრესისგან დაცვის მექანიზმებზე უნდა ვისაუბროთ სტუმართან ერთად. ქალბატონი მარინე კაჭარავა, ფსიქოლოგი შემოგვიერთდა. მოგესალმებით, ქალბატონი მარინე, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით. სტრესი არის ჩვენი, ისე იგი ცხოვრების ყოველდღიური შემადგენელი ნაწილი, ანუ თამდები ჩვენი ცხოვრების. არსებობს მცირეხნიანი, გრძელვადიანი, ალბათ ასევე მცირე და უფრო ძლიერი სტრესი, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვრეაგირებთ ჩვენ ამ სტრესზე, რა რეაქცია გვაქვს და სწორედ ამ მიმართულებით გვინდა დღეს რომ ვისაუბროთ. პირველ რიგში რომ გითხრათ, რა არის სტრესის ნიშნები? ანუ როგორ უნდა მივხვდეთ, რომ რაღაც ესეთი ძლიერი სტრესის ქვეშ ვართ და რას ნიშნავს სტრესი ზოგადად? მადლობა. სტრესი ნიშნავს დაპრესვას, ხო? დაპრესვას. ეს ტერმინი შემოიღო სელიემ, რომელიც ჯერ კიდევ წინა საუკუნის დაახლოებით 30-იან წლებში მოღვაწეობდა და ეს ტერმინი გულისხმობს ადამიანის რეაგირებას, ორგანიზმის უпростоრად რეაგირებას გარე ფაქტორებზე. ეს შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური, შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, არსებობს ეუსტრესი, უფრო ფიზიოლოგიური სტრესი და უფრო პოზიტიურად განიხილება, არსებობს დისტრესი, რომელიც არის პერმანენტული გახანგრძლივებული სტრესი. თვითონ სტრესი არის ჩვენი, თქვენ სწორად ბრძანეთ, ჩვენი ყოველდღიურობა. ამის გარეშე ადამიანი არ ცხოვრობს, იმიტომ რომ ნებისმიერი ცვლილება კლიმატის მათ შორის, ადგილმდებარეობის ნებისმიერი სიახლე იწვევს ორგანიზმში გარკვეულ გადალაგებას. და სწორედ სელიემ გამოყვა სამი ფაზა სტრესში. პირველი არის ეს, როდესაც გამოდის ორგანიზმი მწყობრიდან, შესაძლოა ცენტრალური მმართველობაც კი დაკარგოს, ანუ მწყობრიდან გამოსვლა ერთის მხრივ. მეორე ფაზა არის რეზისტენტობა, ანუ წინააღმდეგობის გაწევა. და მესამე ფაზა არის გამოფიტვა და გამოფიტვა შეიძლება მოხდეს სიკვდილი, ანუ ლეტალურად, ანუ გარდაცვალება. აქედან გამომდინარე სტრესი ესეთი სახუმარო თემა არ არის. როდესაც არის გახანგრძლივებული სტრესი, ამ დროს ორგანიზმს აქვს ენდოკრინული პასუხი, მყისიერი და გამოიტყორცნება ჰორმონები, რომლებიც იწყებენ პირველ რიგში ბრძოლა-გაქცევის რეაქციების კონსოლიდაციას, ახალი ქცევის კონსოლიდაციას, ასევე შემდგომში გამოდის მწყობრიდან მთელი ჰორმონალური სისტემა და რეზისტენტობის ფაზაში, როდესაც გადადის, იწყება მისი უკან ალაგება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამ დროს გლუკოზა, იგივე კორტიზოლი გამოიყოფა, რითიც ზოგჯერ განისაზღვრება სტრესი, იწყება დამშვიდება, ასე ვთქვათ, ორგანიზმის დამშვიდება და ამას ახერხებს ყოველდღიურობაში ადამიანი და ამას ადაპტაციური სინდრომიც ეწოდება. ზოგადად ჩინელები ამბობენ და მომწონს, რომ ადაპტაცია უდრის ჯანმრთელობას, ან ჯანმრთელობა უდრის ადაპტაციას. ანუ შეგუება, ესე იგი რაღაც შეგუება, ორგანიზმის შეგუება, ამა თუ იგივე მაღლამთაში, დაბლამთაში, მგზავრობას, ვთქვათ, სიცხეს, სიცივეს, ეს შეუგუებლობა გარკვეული ტიპის სტრესს იწვევს, ხო და ეს არის ვარიანტი, რომ ადამიანი ვერ იყენებს თავის ამ ადაპტაციურ რესურსს, რომელიც მას აქვს, ვერ იყენებს სწორედ გადაძაბვის გამო, ვერ იყენებს იმის გამო, რომ ვთქვათ, ამას კიდევ უფრო მეტ ემოციურ ინტერპრეტაციას უკეთებს იმ მომხდარ მოვლენას, რომელიც შეიძლება თავისთავად იყოს ძალიან სტრესული. განწყობაზე და ხასიათზეც ბუნებრივია მოქმედებს. რა თქმა უნდა, განწყობა, სწორად ბრძანეთ და ეს არის სეტინგს ეძახიან, რა რეჟიმზე გაუშვებს ადამიანი თავის თავს, ამას აქვს ძალიან მნიშვნელობა, ძალიან დიდი მნიშვნელობა. ახლა მე მინდა ვთქვა, რომ ზოგადად ეს საკითხი, რადგანაც აქეთ შემოვატრიალეთ, პირველი რეაქცია ადამიანს, როდესაც არის რაღაცა ცუდი ამბავი, მოდი ამაზე ვთქვა და რაღაც ნეგატიური ინფორმაცია, ან დანაკარგი, ან დანაკლისი, ფსიქიკა გადადის შოკის ფაზაში. ეს არის შოკი, ეს არის გაუტკივარება, როდესაც თვით გაუტკივარებას ეწევა, რომ აღარ ეტკინოს მეტი. აი როგორც ფიზიკურ შვიდად რომ არის ხო ადამიანი? არა, გასული რეალობიდან, რეალობას კარგავს. აი ისევე ვთქვათ, ხო გაგიგიათ იმ ტკივილისგან შოკში რომ ვარდება ადამიანი, ანუ ძლიერი ტკივილი თითქოს გადარესტარტებას უკეთებს ფსიქიკას და მას ბუნებრივი გაუტკივარება ერთვება, რომ ადამიანმა გაუძლოს. ასევე არის ემოციური სტრესის შემთხვევაში, ამ ფაზას ქვია უარყოფის ფაზა. ანუ
ალბათ ხშირად არის, არ არსებობს, ეს არ მოხდებოდა, შეუძლებელია. პირველი რეაქცია ადამიანს აქვს, არ იღებს ინფორმაციას. შემდგომში გადადის ბრაზში. რატო მე, რატო უნდა დამმართო, რა დავაშავე და ეს ბრაზი არის ყველას მიმართ და ყველაფრის მიმართ ზოგჯერ მიმართული გარეთ. ეს ბრაზის ფაზა შემდგომში გადადის სევდაში. აი სევდა არის ის, როდესაც უკვე ცოტათი ადამიანი აპათიური ხდება, თითქოს იწყება შეგუება. აი სწორედ შემდეგი ფაზა არის სევდას დროს ხდება დაფიქრება, გააზრება, რა იყო ეს მის ცხოვრებაში, რა მოუტანა, იქნებ რამე ვთქვათ აქედან რაღაცა ისწავლა ისეთი, რომ ბევრად უფრო ძლიერია დღეს ვიდრე ადრე და აი გადადის შეგუების ფაზაში. მიღება, შეგუება და აღდგინება არის ბოლო ფაზა. და ეს არის ბუნებრივი პროცესი. როდესაც ადამიანი ფიქსირდება მაგალითად უარყოფაში, ხო? ხშირ ალბათ ბევრი გვინახავს, რომ ეს არ ჯერავს უბრალოდ. ეს უარყოფა თავისთავად სტრატეგია. იმით არის სახიფათო, რომ შესაძლებელია შემდგომში ფსიქიკას, რადგანაც მასში გაეშვა პროგრამა არ დაჯერების, მიუღებლობის და უარყოფის, გაეშვას პროგრამა, რომ წაშალოს ყველა ნეგატიური ინფორმაცია. დაავიწყდეს. ეს ბუნებრივი სახიფათოა, ხო? რა თქმა უნდა, უარყოფის ფაზაში, ანუ რო არ გჯერავს, ხშირად გარდაცვალების შემთხვევაში აღარ ახსენებენ მოხუცს, საერთოდ არ ახსენებენ, ან ვთქვათ შეიძლება დანაკარგის შემთხვევაში რაღაცა აღარ უნდათ იმაზე დევნილებს მაგალითად ან რაიმე როდესაც დაკარგეს სახლი, კარი, ყველაფერი რაც ჰქონდათ, აღარ უნდათ ამის გახსენება. თითქოს უარყოფენ, რომ ის მაცხოვრებაში იყო. და ნებისმიერი მძიმე სტრესი რა თქმა უნდა. თუ ამაში გაფიქსირდა, ფსიქიკა ასეთ მიმართულებით წავა, რომ ნელ-ნელა ეცდება თითქოს წაშალოს ეს ინფორმაცია. ალბათ ბევრი გვინახავს ბრაზში გაფიქსირებული, რომელიც ადამიანი ყველაზე და ყველაფერზე ბრაზობს, აბრალებს დაწყებული მშობლები, მეზობლები, სახელმწიფო, ნათესავები, ღმერთი, ღვთის მიმართაც უჩნდება პროტესტი და ბრაზობს მასზეც. და ამაში გაფიქსირება ადამიანისთვის უსაფრთხო არ არის, ის ხდება როგორც აგრესიული, როგორც გარესამყაროსადმი, ისევე შეიძლება აუტოაგრესია საკუთარ თავს მოუბრუნოს. მესამე ეს გახლავთ სევდა და სევდაში გაფიქსირებაც დეპრესიულ მდგომარეობას გამოიწვევს, შეიძლება ადამიანმა დაკარგოს აზრი, საერთოდ რა აზრი აქვს ცხოვრებას და ასე შემდეგ. აქაც ძალიან მნიშვნელოვანი, აი სწორედ ეს არის პერიოდი, როდესაც ინტერვენცია ფსიქოთერაპიული არის მნიშვნელოვანი, ანუ რომ მოხდეს მისი გადაფასება, გააზრება, გაცნობიერება, ცხადგრძნობა, ანუ ემოციური გააზრება. რომ მოხდეს აღდგენის პროცესის დაჩქარება, შეგუება, აღდგენა, იმიტომ რომ შეგუება, მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც არ იღებ რაღაც რეალობას, რა თქმა უნდა, ნევროტული რეგისტრია. ეს არის, ასე არის ზოგადად მიმართული ეს ჩვენი ორგანიზმი, მაგრამ ნახეთ თუ ადამიანის შემთხვევით გადაახტება ამ ფაზებს. აი მაგალითად რაღაცა დანაკარგი აქვს, რაღაცა დაშორდა საყვარელ ადამიანს ან განქორწინება ან და ამ დროს მას იმავე დღეს წავიდა კლუბში, დალია, გაერთო, მეგობრები ეხმარებიან, რომ რაც შეიძლება მეტად გადალახოს ესე და თითქოს აი ეს გაშეშების და დაბლოკვის სტადია და ვერაფერს ვერ გზნობს ადამიანი და რაღაცა ამბობს, რომ რა ყოჩახ რა კარგად გადავიტანე, როგორ არ ჩამოვიშალე ამ დროს. და გავა დაახლოებით 1 წელი და 1 წლის მერე ეს შინაარსი მოუნელებელი შესაძლო არა. გაიტყორცნება სხეულში, ამა თუ იმ ორგანოზე, ან კუნთებში, ან სახსრებში, ან კუჭნაწლავში უფრო ხშირ შემთხვევაში და დაავადების ან სიმპტომების სახით მოგვევლინება, ან სულაც პანიკური შეტევის სახით და
უბრალოდ იმ მომენტში ამისი კონკრეტული მიზეზი რო არ არსებობს, ძალიან უკვირს ადამიანს. ახლა რატო დამემართა? ეს ხო მე მაშინ არ დამემართა, როდესაც მე ცუდად ვიყავი და ეს განვიცადე. სწორედ იმის გამოძახილია, ხო? იმის გამოძახილია. დიახ, დაახლოებით ეს დრო ჭირდება სხეულში დაავადების გატყორცნას. დიახ, ანუ ეს ეტაპები ახლა რაზეც თქვენ საუბრობთ და რაც უფრო დამახასიათებელია ძლიერი სტრესისთვის, აუცილებელია რომ ადამიანმა ყველა ეს ეტაპი გაიაროს, რომ გათავისუფლდეს, ანუ აღდგენა რომ დაიწყოს. იცით რა არის თუ აი კიდევ ვიმეორებ, არაფერი არ იკარგება, ხო? არ იკარგება არც ერთი შინაარსი გადაუმუშავებელი. აი როგორც საჭმელი ხარ გადაყლაპავთ, გადაუმუშავებელს და ის სერიოზულ პრობლემებს უქმნის მომნელებელ სისტემას, ფსიქიკასაც ძალიან ასევე პრობლემები ექმნება გადაუმუშავებელი სახელდაურქმეველი შინაარსების გამო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გლოვა. გლოვა უნდა ვაცადოთ ადამიანს, მასთან ერთად უნდა იყო მის გვერდით და დაეხმარო. აი ამას ეძახიან თაფლობისთვის კრიზისოლოგები, რაც გულისხმობს, რომ საქართველოში ძალიან კარგად არის. სხვა შეიძლება ერთმა უცხოელმა მითხრა, თქვენო არც იცითო რა ბედნიერებაო, რომ ეს პანაშვიდები გაქვთო ერთმანეთს რო ეხმარებითო მორალურად, ფინანსურად, ფსიქოლოგიურად გვერდში დგომა, იმიტომ რომ ეს თაფლობის თვე არის პერიოდი, როდესაც ადამიანს უმსუბუქდება ეს თავისი მდგომარეობა, თუმცა ამას მოყვება ფრუსტრაცია. მოყვება ფრუსტრაცია, იმიტომ რომ ყველა წავა თავის გზაზე, თავის სახლში და რა თქმა უნდა, ადამიანი მაინც მარტო რჩება თავის პრობლემასთან და შესაძლებელია მერე ეს უფრო მარტივად გადალახოს. თუმცა გადალახვა აუცილებელია, იმიტომ რომ გადაყლაპული შინაარსი სახელდაურქმეველი ბომბივით მუშაობს ორგანიზმში. და რაც შეეხება დაცვებს ზოგადად, თუ ცოტა ეს ორი თემა ახლა შეიძლება ერთმანეთში გადაიჯაჭვოს, ფსიქიკა ზოგჯერ იცავს თავის თავს რეალობისგან და ბევრი სხვადასხვა მეცნიერი სხვადასხვა ბევრ დაცვით მექანიზმს იხსენიებს, მაგრამ მე მაინც ვიტყვი, როგორც ჰუმანისტები უყურებენ ამას, ძირითადად ორი დაცვის მექანიზმი აქვს ფსიქიკას. ერთი არის უარყოფა, რაზეც მოგახსენეთ, რომ ანუ არ იღებს რეალობას და არ ჯერავს და მეორე არის ამ რეალობის დამახინჯება. ანუ ისე მიიღო, როგორც გაწყობს შენ. ამას ქვია მორგება და ამ მორგებას ადამიანი აკეთებს იმის გამო, რომ გადარჩეს. ჩვენი ყველაფერი ორგანიზმი, ორგანიზმული რეაქციები თუ ფსიქოლოგიური რეაქციები ყველაფერი არის მიმართული იმისკენ, რომ ადამიანი გადარჩეს ამ სოციუმში. ფიზიკურად გადარჩეს და ფსიქოლოგიურად გადარჩეს და როგორც უარყოფა და ისევე დამახინჯება ყველა ჩვენთაგანისთვის არის დამახასიათებელი, მაგალითად სხვაზე გადაბრალება იქნება ეს თუ რაღაცა ამაში, აი მაგალითად კატავერ შეცვდა ზეხვსაო, ეს არის დაცვითი მექანიზმი, ხო? ანუ მე რაღაცას ვერ ვაკეთებ და საერთოდ არ მჭირდებოდა ვიძახი ამას. ეს დაცვა ჭირდება ადამიანს, კიდევ ვიმეორებ, რომ მე კონცეფცია არ ჩამოეშალოს, ანუ მე არის პლატფორმა, რომელიც იქმნება დაახლოებით სოციალიზაციის პროცესში დაახლოებით 3 წლიდან, როდესაც ადამიანს შეუძლია თავი პოზიციონირება როგორც მეს. პირველ პირში და მეს აქვს თავისი ახასიათებლები ბუნებრივია და ეს ამ პროცესში, რასაც ქვია სოციალიზაცია, ოჯახი, ბაღი, სკოლა, ქუჩა, გარემო და ასე შემდეგ, ხდება მისი ფორმირება. და მას აქვს იმის გამო, რომ კიდევ ვიმეორებ, არ ჩამოიშალოს და გადარჩეს, მას ჭირდება გარკვეული ტიპის დაცვები და ამ დაცვებს ის შესანიშნავად იყენებს. და რა თქმა უნდა, ამას გაცნობიერება ჭირდება და სახელის დარქმევა. თუმცა არის მდგომარეობა, როდესაც დაცვას ვერ იყენებს ადამიანი, ფსიქოტური მდგომარეობა, ამ დროს ხდება სფლითი, ხლეჩვა და ბევრად უფრო დეზადაპტაციური პროცესები მიდის, ადაპტაციის უნარი არ აქვს და ბევრად უფრო და ამ დაცვის მექანიზმებსაც ალბათ ცოდნა ჭირდება, ხომ? ყველას შეიძლება არ ქონდეს ეს ცოდნა, ეს უნარი და ანუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს
ხარდაჭერა ამ დროს ვთქვათ ოჯახის წევრების და თუ კი არ არის ფსიქოთერაპიის საშუალება, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სპეციალისტის ჩართულობა არის რაღაც ეტაპზე მაინც, როგორც თქვენ ბრძანეთ, აი განსაკუთრებით სევდიანობის ეტაპზეო, ხო? ესე აღნიშნეთ, მაგრამ აი ოჯახის წევრებს, იმიტომ რომ ზოგჯერ არის ხოლმე რომ ადამიანს თავის სტრესთან, განსაცდელთან მარტო ტოვებენ. ან რაღაც ეუბნებიან რომ მოდი რა თავი ხელში აიყვანე და ცოტა აზრზე მოდი. ხო, იცით, აი სტრესს აქვს რამოდენიმე ისეთი თვისება, რომელიც უნდა შევაფასოთ. პირველი არის მოულოდნელობა. აი, როდესაც რაღაცა მოსალოდნელია მეტნაკლებად და იცი ეს რუტინულად ხდება, თუნდაც უსიამოვნო, მეტი მზაობა გაქვს, აი მოულოდნელობა. მეორე, როდესაც მე მგონია, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე მე შემიძლია ატანა. აი ეს განცდა რო აქვს ადამიანს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და არის ასევე ის, როდესაც ვეღარ ახერხებს გაუმკლავდეს, არათუ გაუმკლავდეს, საერთოდ სახელი დაარქვას თავის მდგომარეობას თუ სად არის ის. აი სად არის გეოგრაფიული კითხვა არ არის. ადამს სად ხარ? ანუ სად ხარ? დიახ, სად არის? ეს არ არის ტერიტორიაზე ლაპარაკი. თვითონ სად არის, სად მოიაზრება ადამიანი და აუცილებელი არის ამ დროს ითხოვო დახმარება. აი არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ დახმარება მე თვითონ გავუმკლავდები, მე თვითონ. ეს მე თვითონ ზოგჯერ შეიძლება ძალიან საბედისწერო აღმოჩნდეს და ამისთვის არიან ახლობლები, სწორედ ამისთვის არის ოჯახის წევრები და მადლობა ღმერთს, ჩვენთან ეს კულტურა არის, რომ ითხოვე და მოგეცემა, დააკაკუნებ და გაგეღება. არ გაჩვენებს ხომ ალბათ. ხო, არ და მიიღო უნდა ეს სისუსტე საკუთარი. სხვანაირად ვერ გამოდიხარ მდგომარეობიდან. საკუთარ თავს არ გაუნჯიოთ. დაავადებაც კი თუ არ გაიაზრე, თუ არ მიიღე, რა უნდა განკურნო თუ დიაგნოსტირება არ შეგიძლია და ვერ იღებ რეალობას. აი რეალობის მიღება არის მნიშვნელოვანი და იმის აღიარება, რომ მე არ შემიძლია ამასთან გამკლავება მარტო და მე ვითხოვ დახმარებას. და ეს დახმარება აუცილებლად მოვა. პირველ რიგში არის მხარდაჭერა, აი თქვენ სწორად ბრძანეთ. მხარდაჭერა ადამიანის გვერდით ყოფნა, მასთან ერთად ყოფნა. არა ჭკუის დარიგება, არა კრიტიკა, არა მით უმეტეს დამუნათება, ესე კი არა ის მე შენ ადგილას ამას ვიზამდი, ეს როგორ მოგივიდა, აი ვაიშე საწყალო. ეს არის ყველაფერი დამამძიმებელი მდგომარეობის. რა თქმა უნდა, უბრალოდ უნდა იყოს გზავნილი, რომ მე მესმის შენი ერთი და რომ მე შენს გვერდით ვარ. ნუ ეს არის ალბათ ახლობლის ყველაზე დიდი კონტრიბუცია ამ ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ არავინ არ ვართ ამისგან დაზღვეული, დღეს ხვალ ხან შენს გახარ ვიღაცის გვერდით და ხან სხვა დგას შენს გვერდით. და ეს ძალიან ბუნებრივი ცოცხალი პროცესია სოციუმში და საზოგადოებაში და მით უფრო ჩვენ კულტურაში. ბევრ ქვეყანაში დასავლეთში არის სოციალური ინსტიტუციები და ინსტიტუტები კარგად განვითარებული, სოციალური მუშაკის რაღაცა იქ მოხალისეები და ჩვენთან არის ნათესაობის, მეზობლობის და მეგობრობის ძალიან მაღალი ხარისხი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი კულტურისთვის, რომ მე არ მგონია, რომ სადმე თუნდაც უპატრონო ადამიანი გარდაიცვალოს და ის მეზობლებმა მას არ მიხედონ, ან გარშემო მყოფმა ადამიანებმა, მათ შორის უცნობებმაც. ეს არის და ეს შესანარჩუნებელია ნამდვილად. დიახ, და დავასრულოთ და შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, ქალბატონო მარინა. აი, ყოველდღიურ სტრესებთან დაკავშირებით, აი, მცირე რჩევები რომ მოგცეთ, რა შეიძლება რომ ეს პირდაპირ ეთერში, თქვათ, მოხერხდეს. რა შეიძლება გავაკეთოთ ყოველდღიური სტრესების დასაძლევად, ისე რომ არ ვიგრძნოთ თავი ცუდად და არ დავზიანოთ. ეს მთელი ლექციის და ტრენინგის თემა ალბათ ელენე და მე ესე ვიტყოდი რომ სიმსუბუქე არა ისი გამხდრე რომელიც ასევე მშვენიერია თავისთავად. ესეც არის მე მგონი. არა. სიმსუბუქეც არის. სხვადასხვა გასუქებაც არის სტრესის პირველი სტრესზე რეაქცია, იმიტომ რომ როგორც ადამიანი მაცივარში აწყობს საჭმელს, ისე ორგანიზმი აბდომინალურ მუცლის არეში ცხიმებს გადაალაგებს, იმიტომ რომ ყარათ იდგეს მიწას. სიმსუბუქე რომ ყოფით, აი ბერძნები ამბობენ, ძველი ბერძნები რომ ორი რამე უნდა გაარჩიოს ადამიანმა ერთმანეთისგან, რასაც ეშველება და რასაც არ ეშველება. რასაც ეშველება იქ ან უშველო ან არა, ეს უკვე უნდა ავირჩიო და რასაც არ ეშველება, იქაც ვირჩევ ხა ან ურტყა თავი კედელს და ან კიდევ შევეგუო, ან გავიარო, ან როგორც შესაძლებლობა
მნიშვნელობები იძლევა. რა შესაძლებლობებიც მაქვს. ანუ ორამეზე არ უნდა ვინერვიულოთ, რასაც ეშველება და რასაც არ ეშველება, ხო, ესე გამოდის. ნუ დაახლოებით ხო უნდა გაარჩიო, იმიტომ რომ ზოგჯერ არასწორ სტრატეგიებს და ქმედებებს იჩენს ადამიანი იმ საკითხისადმი, რომელიც არის მოცემულობა და კედელს ურტყავს თავს, ვერ შეცვლის. და აი ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანი. ისე 4 ფაზა აქვს სხვათა შორის. აი პირველი ესე ეძახიან 4 ნაბიჯი. პირველია რომ შემოულაწუნო შენ თავს, ზოგჯერ პირდაპირ მნიშვნელობით, რომ გეყოფა ახლა, შემოუძახო. მე სუნთქვები, რომელიც ემოციურ ვენტილაციას აკეთებს. შემდგომში მესამე ნაბიჯი დაждდე და აი ეს გაარკვიო, სათხარ და რა არის პრობლემას რა ქვია და მეოთხე ნაბიჯია რომ იქვე იმ წუთასვე დაიწყო რა გადაჭრის პირველი ნაბიჯი. ეს რაც იქნება. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო საუბრისთვის ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა და საინტერესო და საჭიროა თქვენი მოსმენა. ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა იყო გადაცემის სტუმარი.